გამარჯობა, თეატრის შვიდის ეთერშია გადაცემა ბლოგერ პრესის სტუმარი. დღეს ჩვენ ვესტუმრებით მომღერალ თამთა ცხვიტავას, გავიცნობთ მას და მის შემოქმედებას. როდის დაიწყეთ სიმღერა? მოგვიყავით ის გზა, რაც გაიარეთ სანამ ბრალში მოხვდებით. 2 წლიდან უყურე. ესე იგი, საბავშვო სკოლა, გუნდი, ძალიან კარგი შემოყვეროდი სოფოში. ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელა ესე ხო? საუბრის მუსიკას ვფლობდით. კონკურსებშიც მიღებდით მონაწილეობას და ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება პირველ ჩამწერიც. მუსიკალური სასწავლებელი და მერე თეატრალური ინსტიტუტის მუსიკომედიის ფაკულტეტი. ბავშვობაში რაზე უცნობთ? მომღერლობას. და უახლოეს მომავალში სადადოთ კონცერტსთან. ჯერჯერ თაფლი არ ვიცი. იმიტომ მე მაყენებენ ფაქტის წინაშე ხოლმე ყველაფერს ყველაფერი განსადებულია და მოლაპარაკებული და გაკეთებული მე მომედინო აი თამთში თქვათ 2-3 დღეში გან კონცერტი ან ინტერვიუ ან გადაღება გასტროლი და რომელიმე მომღერალთან დუეტის შეწყვეტს ჯერჯერობით არ ვარ ფაქტი ამაზე არ მიფიქრე და თქვენ საყვარელი მომღერალი? ესეც რთულია თქვა საყვარელი მომღერალი. ნუ მაგალითად და როგორ აღმოჩნდით ბრავო რეკორდში და რამდენი წელი იქნებით? როგორ აღმოჩნდი და ნუ ჯერეთი ბატონზადა ხშირად დადიოდა იქსაც მომღერალი პონტოში და მერე 2007-ში თქვათ ჩაწერე რამდენიმე სიმღერა რადიო ნაცნობში. და მე რადიოშიც ტრიალებდა ეს ჩემი ჩანაწერები და მე ავტვირთი YouTube-ზე. და დაახლოებით წლინახევრის წინ, ხო. ძალიან პოპულარული გახდა ეს ჩემი სიმღერები. თან ისეთ წრეებში, საკმაოდ ინტელექტუალურ წრეებში და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და ესეც საკმაოდ შეამჩნია ბრავო ისიც ნახეს და შესაბამისად ხუდი იყანებიდეს და აი ამის ყველაფრის შემდეგ დამიკავშირდა ბატონზადა და ესე დავდეთ 5 წლიანი კონტრაქტი. რას მოიცავს ეს კონტრაქტი? კონტრაქტი მოიცავს არანაკლებ 4 ალბომის გამოშვებას, შესაბამისად კონცერტებს, გასტროლებს და ყველაფერს ამას უზრუნველყოფს ბრავო. როგორც იცი ეს თქვენ ახსენეთ რომ ვიდეოები YouTube-ს დადგმეთ. ვიდეო არა, აუდიო. როგორც იცი წაიშალა ეს ყოველ. ხო, მე წავშალე. და რამ განაპირობა რა? ის ხო პოპულარული? არა, მე რა პოპულარული იყო. ის იყო რაღაც ჩემი ძველი ნამღერი და ხა მინდა რომ ყველა მიაქციოს ყურადღება ამ ჩემს ახალ ალბომს. სტილი განსხვავებული იყო. სტილი განსხვავებული. ის იყო ჩვეულებრივ ფორტეპიანოსთან გიტარის თანხლებით. საკმაოდ ისეთ სტუდიაში ჩაწერილი, მაგრამ ნუ უფრო სამოყვარულო იყო. რასაც ეხლა გავაკეთეთ ის კონდა სხვა დონეა და მინდა რომ იმ ძველს კი არ უსმენდნენ. მინდა რომ ახალს მიაქციოს. და გარდა ბრავო რეკორდსისა და სხვა შევაზებებით მქონდა? არა. ესეთ სერიოზული შემოთავაზება არ არის. თქვენ ახალი ალბომი დასაწყისი რამოდენიმე თვე რაც ეხება? 1 თვეა. როდის დაიწყო ამ ალბომზე მუშაობა და რამდენი სიმღერა შესაძლოა მოგვიხსენოთ საერთოდ ამ ალბომში? ესე იგი კონტრაქტს მომაწერე ხელი დაფუძნდა შარშან მარტის ბოლოს დასაწყისში. აი იმის მერე დინარევს ესე იგი უკვე ნახევარი წელი მარტო რეპერტუარის შერჩევას დაჭერდა. მერე სექტემბერში დაიწყო ჩაწერები. მერე დაიწყო კონცერტისთვის გზადება, ორკესტრთან ერთად
პრეზენტაცია. ამ ალბომში შესულია 12 სიმღერა. 4 არის უცხოური ქავერი, 3 ინგლისური, 1 ანგლიური, 1 ნოებურგულია სიმღერა. და დანარჩენი ქართული სიმღერა არის სპეციალურად ამ ალბომისთვის შეჩერებული. და ამ ალბომში შესული სიმღერა რომელიმე თუ არის თქვენი ფავორიტი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ? მე ძალიან მიყვარს ჯუმბერის სიმღერა, ჯუმბერ ამანათაშვილის. ძალიან ჩემ ხასიათს მოერგო ძალიან ნანაჯანტურის სიმღერა დაიჭერე. და ცოტა მაინტერესებს ესეთი უფრო რომელი ენაზე გამღერია თქვათ უცხოური თუ უფრო არა უცხოურიც კარგია, ქართულიც კარგია და გააჩნია სიმღერას. უცხოურიც ესე უცხო ენაზე სიმღერა ძალიან მიხდება. მაგრამ ქართულიც უარესი ნამდვილად არის. და რამდენი საპასუხო წყებულა იყო მომღერალი, რომელიც ხალხს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხობრივია. გარკვეულ წრეს კი უყვარვარ, მაგრამ რამდენად დიდ მასს უყვარვარ და მოწონო, მაგას შეიძლება თქვენ. და რაიმე ისეთი სიმღერა არის თქვენ სიმღერა, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. ჩვეულებრივი ისტორია აქვს. მაგალითად ანა კაცრაშვილის სიმღერა, რომელსაც კლიპი გადაღებდა. დაიწერა ძალიან ჩქარა. და პრაქტიკულად უკვე გამთავრებთ ჩაწერას და ერთი სიმღერა გვაქვს და ანას ძალიან დიდი თქმის წინ თხოვები იყო. სიმღერა დავიწერო და რანაირად ვერაფერი ვერ მოახერხა და ბოლოს ესე მოგვიტანა ეს სიმღერა ძალიან მოგვიწონა და ტექსტიც ძალიან კარგი დაიწერა და ძალიან ჩქარა უცებ არანჟირებებს გაკეთდა და ძალიან ჩქარა ჩაიწერა და ეს იმდენად კარგი გამოვიდა რომ კლიპი გადავიდა. და ახლა ამ კლიპის შესახებ მოგვიყვებით, რომ როგორ პირობებში მიმდინარეობდა და თუ ან ახლომავში თუ აპირებთ კიდევ გადაღებას თუ იცით რომ ვიცი არა ნამდვილად მეკითხი კლიპის გადაღება შეიძლება არ ვაპირებთ. თუ აპირებთ საზღვარგარეთ კონცერტს წასვლას. თუ გიფიქრეთ რა თქმა უნდა მიფიქრია ამის შესახებ, ზუსტად ჯერჯერობით რაფერს ვეცდები. ვიცი რომ ეს ფესტივალთან ამერიკა მონაწილეობა ახლა ზუსტად აი ესე არ მეთქმა და კონცერტების და გასტროლების გამო რა თქმა უნდა ძალიან მინდა და რავით ამას ცდილობს და თუ გამოვიდა ეს ამბავი რა თქმა უნდა შეგატყობინეს ყველაფერი. ისეთ მუსიკალური თეატრის მსახიობი. და თქვენ ანუ რატომ მუსიკა და რატომ არა თქვენ მსახიობობა? აქ აღმოაჩინეთ. მე პირველ რიგში მომღერალი ვარ, მაინც მსახიობი ცოტა ხან განახლა ჩემ შემთხვევაში მე მუშაობ თეატრში, სხვა წლამდე კომედიის თეატრში. და რაც მითამაშია იქ ყველაფერი იყო აი ესეთი სამღერი ვიდრე ესეთი სათამაშო რა თქმა უნდა სიმღერა მიშენ თუმცა კარგი მუსიკალური მუშაობი ისეა. და თუ ყოფილა საავტორო უფლებების დარღვევა? არა ეს ახალ ალბომს რაც შეეხება ერთხელ იყო ეს ფაქტი თავიდან. აი სწორედ გავიგვის წინ აღმოვაჩინეთ ჩემი ალბომი ერთ საიტზე ქართულ საიტზე და მე რა თქმა უნდა მაშინაც ვერ ყვეთეთ. როგორ აღმოჩნდა ეს ალბომი მუსიკაზე? სავარაუდოდ პრეზენტაციაზე 23 დეკემბერს ჩვენ დავარიგეთ საჩუქრად დისკები. გაყიდვაში არ იყო გამოსული და ალბათ იქიდან მე კონკრეტულად ვერც სტუმარზე ვერ ვიტყვი, თუმცა საჩვენა ათხოვა და ესე გადაიწერა. ისეთი ხარისხით იყო ეს სიმღერები როგორც ალბომი. ხო. რაზე ვერ ვიტყვით უარს?
სიმღერას. მხოლოდ სიმღერა და რამე კიდე სხვა. თავისუფალების რისკები. ჩვეულებრივი ოჯახი საჭმლის გაკეთება მიყვარს ძალიან. კინო მიყვარს. სამართლ საშუალება კინოში დავდივარ და რაღაცას televizorში უყურებ ან ინტერნეტით. და ხშირად გიწევთ ამ ბრავოში ყოფნა. ეხლა უფრო იშვიათად, იმიტომ რომ ხაც კონკრეტული ჯერჯერობით აკეთებ რაღაც გეგმები გვაქვს ხა და ну აი თქვათ ორი კვირის წინ სურათებს ვცემდი. აი ეს 4 მარტს კონცერტი რომ ხონდა, იმის წინ სურათებს ვცემდი. და რაიმე ჭორი თუ გაგიგია. ჯერჯერობით არის, შორის ისეთი რაც ერთი ჭორიც არა, ეს უფრო გაუგებრობა იყო აი პროფილში იქ ჩემი პატას იშვილი მოძრაობს მოკლედ ჩვენთან ერთად ცხოვრობს და გოგონა არის 12 წლის და ძალიან ბევრმა ჩათვალა რომ ეს არის ჩემი შვილი და მე შვილი არ ამხავს. ну აი ალბათ ესეთი გაუგებრობის დროს ხდება რაღაც ჩნდება ხოლმე. და თქვენ თუ ანუ საერთოდ როგორც ვიცი სოხუმში თუ ყოფილ ხართ ამ ბოლო დროს და მოგვიყავით სოხუმის შესახებ რომელ წლამდე იყავით და სოხუმიდან წამოვედი 92 წელს აი როგორც კი დაიწყო სამბარი პრაქტიკულად თვეში წამოვედი, იმიტომ რომ სწავლა აღარ განახლდა, რაც შუქი იყო, რაც გაზიღო, საშინელება იყო. მოკლედ ჩვენ გაგვიმართლა იმხრივ, რომ დედაჩემის ნაცაობა თბილისში ცხოვრობს და შეიძლება წამოვედი. იქ თუ ხართ? იქ მყავს ჩემი ბიძაშვილები არიან აფხაზი. ზოგადად მყავთ აფხაზი და სხვა შორის ახლა ხანჯაში და ხშირად თუ ახერხებთ. ну კონტაქტი უფრო ტელეფონით. ეს ერთხელი ნახულებული ეს სამში თუ აქვს ტელეფონი 2002-ში. ახლა მოგვიყავით თქვენი ოჯახი შესაძლოა. ოჯახი მამყავს დედა, მამა რუსეთში ცხოვრობს. აი ამის შემდეგ მამადა რუსეთში. ჩემი მეუღლე პიანისტია. 23 დეკემბერს როცა გქონდა პრეზენტაცია, კმაყოფილი ხართ ამ კმაყოფილით? კონცერტით ძალიან კმაყოფილი. ჩვენი გადაცემა არის ბლოგერების გადაცემა, როგორც ვიცი კონცერტზე იმყოფებოდნენ ბლოგერები, მოწვეული ბლოგერები და თუ აპირებთ კიდევ მათ მოწვევას? რა თქმა უნდა ვაპირებთ, როდესაც ჩვენ გვექნება ესეთი ღონისძიებები. და რაიმე კრიტერიუმი არსებობს, რითიც არჩევთ? არ ვიცი, მე არ ვარჩევ ამ ადამიანებს. ბოლოს შეკითხვა, საერთოდ ამ ყველაფერი თქვენი ბრავში მოხვედრით, ყველა თქვენ კმაყოფილი ხართ? რა თქმა უნდა, შეიძლება თქვათ მე რაღაცა მინდოდა რომ უფრო კარგად გამოსულიყო, უფრო მეტი და დრო დათმობოდა რაღაცებს. ეს იმდენად დიდი შანსი იყო ჩემთვის. ესეთი წინადადება ჩემთვის არავის არასდროს არ გაუკეთებია და მე დიდი სიამოვნებით დამთავრდი და შემდგომში იმდენად რომ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი ბრავოსთან ურთიერთობა და უფრო კარგი ხარისხის, უკეთესი ხარისხის. ეხლა ძალიან კარგი ხარისხი, მაგრამ მე სულ ისეთი ისამაკ, რომ სულ მინდა უკეთესი. ну ეს არის სულ პროცესი ჩვეულებრივი და მე დინოქს რომ აი კიდევ უფრო კარგი და უკეთესი და საინტერესო იქნება. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ისწორად წარმატებით. ჩვენ უფრო ახლოს გაგაცეთ მომღერალი თამთაცხვიტავა. გადაცემა ბლოგერ პრესის სტუმარი დასრულებულია. თიარიქ 7-ის ეთერში თქვენთვის მუშაობდი მე გიორგი ჩემნიავა. ამით გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.